ой, მთავარი გამომჩა, რაც მგონია, რომ აი ამის გაგება კიდევ უფრო დაეხმარება ბევრს ამ რაღაცების წამდეთ. რო ვიყავი 24 წლის, არსაიდან აღმოჩნდა, რომ თავში მაქვს გიგანტური ზომის, კეთილთვისებიანი სიმსივნე. ოღონდ იყვნენ მართლა შოკში იყვნენ ექიმებმაც საერთოდ ვერ გაიგეს, საიდან მოვიდა, რა უნდა, როგორ უნდა, არ ვკვდები გავიგებრე ამ ხელა რაღაც თავში, თავიდან იმართება ყველაფერი. ძალიან მძიმე იყო. გავიკეთე ოპერაცია, საოცარი ექიმი ვნახე, უბრალოდ პატარა ნაწილი იყო დარჩენილი, რაზეც თავიდანვე შევთანხმდით და რატო ყვები ხა ამ ისტორიას. ეს პატარა ნაწილი უნდა გადაგვემოწმებინა ეტაპობრივად კონტროლ. ხო, კონტროლ. 2 წლის წინ, წელიწადნახევრის წინ თუ 2 წლის წინ ვიყავი ბოლოს კონტროლზე თურქეთში. ეხლა ცოტა არაფერი მითხრა ფიტოპიზებში. კარგად. პირიქით, мотиваცია. და რომ ეს პასუხები რომ მოვიდა ამ ექიმთან შევედი და ეს ექიმი ნუ აი თურქეთში ცნობილი და რაღაც ნეიროქირურგი დამბავდა. მიყურებს ეს კაცი და რამე კურნალობას გადიხარო და მეთქი რა ვიცი არა მკურნალობას ოპერაციის მერე აფრა გამკეთებია და შვანომა ქვია ნუ რაც არის მოკლედ და პრაქტიკაში არ არსებობს ამის დაპატარავებაო და მეც არ მქონია 27 წლიანი თუ რაღაც პრაქტიკაშია და შენი ოპერაციის მერე დაპატარავებულია და რა საკეთებო მასწავლეო ხო? ოპა. ანუ ხა ნუ მუსლიმ კაცთან არ დამიწყე რომ მე მედიტაციები პრაქტიკები ისინი ესენი ახსენე უბრალოდ მე ნუ ცრემლები მომდიო და ბედნიერებისგან რომ ერთია რომ რაღაცას გულით აკეთებ მაგრამ მეორეა რომ სამყარო ღმერთი ამ ყველაფერს უკვე ცხოვრებაში გიდასტურებს რომ ეგ არის და კი და ზუსტად და კიდევ უფრო მყარდები და გჯერა იმ ყველაფერს რასაც აკეთებ.